თბილისის დინამო ჩემ პერიოდში მე რო 10-11 წლის ვიყავი, მე 11 წლიცას შევედი ნორს დინამოელში რა. მე კარგა გინდოდა თავიდან როგორც ვიცი. ხო. ეგ ცალკე ცირკია. ხო და რა თქმა უნდა, მაშინ ისეთი დინამო იყო, ეხლა ჩამოგითვლით. ყველა მახსოვს, იმიტომ რომ მე რომ მოხდი ამ სკოლაში ნორს დინამოელში, ხო? ყველაზე მაგარი რასაც მაგ ბავშვს შეთავაზებდი, იყო მაშინ აუჩიკობას ვეძახოდით. აი ბალბოები რო არის, ეხლა ეგრე უძახიან, ხო? მაშინ იყო, ესე იგი 10 კაცს გვირჩევდნენ ყველაზე ნიჭიერ, აი როგორც რაღაცა საჩუქარს გიკეთებდა სკოლა რა, რომ შენ შეგეძლო იქ ყოფილიყავი, დაგენახა მიშა მესხის, ლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ყველა ეხლა ვერ ჩამოთვლი, ვიღაცა გამორჩება და ეწინებათ ალბათ ახლობლებს. მაგრამ ამათი დანახვა ახლოს და აი წარმოიდგინე რომ შენ შეგეძლო გასახდელში შესულიყავი რაღაცა იმითი ხო რაღაცა ვითომ რაღაცა შეგეშალა და ეხლა რა თქმა უნდა არ გიშვებდნენ, მაგრამ არც არავინ არ გამოგაგდებდა რა ეხლა და იქ დაინახავდი როგორ იცმევენ და წარმოიდგინე ეხლა ბავშვისთვის ეგ გამხელა რაღაც სტიმული და სიხარული იყო რომ შენ შედიხარ და აი ვთქვათ როგორ ემზადება თამაშის წინ მიშა მესხი და მახსოვს დღემდე აი არაფერს არ აკეთებდა რა აი ესე ხო იყო კედელი გასახდელში იღებდა ბურდა ესე ურტყავდა რა ეხლა მერე რომ მახსოვს რომ ჩვენ როგორ ვემზადებოდით თამაშზე რომ რაღაცა რას ჭაშკებს ვაკეთებდით რაღაცა სისულელებს აი ტიპი просто აი ესე ურტყავდა თო 1-15-20 წუთი მერე გასვლა მინდორზე იყო მერე 15 წუთიანი დღევანდელი ვიტკი არ იყო რომ ვიღაცა მცდელი არ ბეინებს და რაღაცა თავისთვის გადიოდნენ ყველა მიცოდა თავდასხმელები კარებში ურტყავდნენ დამცველები ერთმანეთს პასაძლევდნენ და ესე შემდეგ და всё დაიწყებოდა თამაში და ნომერ პირველი იყო მთელი თავის ცხოვრება რა ფაქტიურად